დილამშვიდობის ეთერშია დღის ნიუსრუმი. მე ვარ ლელა ბაღდავაძე. რა იწვევს საქართველოში ფასებზე მუდმივად გაზრდის პრობლემას? რა იწვევს საქართველოში უბრალოდ ფასების მუდმივად გაზრდას? მთავრობა ფიქრობს, რომ მიზეზი შესაძლოა მარკეტების ჭარბ რაოდენობაში იყოს. გვჭირდება თუ არა შესაბამისად ამდენი სასურსათო მაღაზია და მოხსნის თუ არა მარკეტების რაოდენობის შემცირება მაღალი ფასების პრობლემას. რომან გოცირიძე იქნება ჩვენი პირველი სტუმარი და ზუსტად ერთ წუთში გვერდება, იქამდე კი თვალი გადავალოთ ბოლოს სიახლეებს. დედაქალაქში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე გუშინ კვლავ შეიკრიბნენ და პროტესტის საკანონმდებლო ორგანოს წინ ტროტუარზე გამოხატეს. პარლამენტთან შეკრებილები იყვნენ ირანის მოქალაქეებიც. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს ირანში მიმდინარე პროტესტ და აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობრივი ქმედებები დაგმეს. დემონსტრანტებს თან ჰქონდათ ირანისა და საქართველოს დროშები. საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. კაცი, რომელიც თბილისში 51 სკოლის ჯებრ შეეჯახა, 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება, მას პოლიციაზე თავდასხმას ედავებიან. შემთხვევის დროს ახალგაზრდა მამაკაცი ავტომობილით დაეჯახა თბილისის ცენტრში მდებარე სკოლის რკინის ჯებრში, შემდეგ კი გაქცევა სცადა. ამ დროს სკოლასთან ბავშვები იმყოფებოდნენ. 51 სკოლასთან გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ კაცი, რომელსაც ორივე ხელში დანაეჭირა, წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდები წარსულში ნასამართლები დააკავეს. გამოძიები დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაბა ბაკურიანში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით ერთი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეს არის დღის ნიუსრუმი და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, პოლიტიკოსი რომან გოცირიძე იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ რომან და ბატონ გვესტუმრეთ. ბატონ რომან, მოდით დღევანდელი გადაცემა სურსათის ფასებთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრით გავხსნათ, მით უფრო რომ მთავრობა ასახელებს მიზეზს, რითი შეიძლება იყოს გამოწვეული პროდუქტებზე მაღალი საფასური. იცით რომ გუშინ სწორედ სურსათის პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით შექმნილმა სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, როგორც ამ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ფასებზე უარყოფითად აისახება მაღაზიების გაზრდილი რაოდენობა, რაც შესაბამისად მოსახლეობას ტვირთად აწევს და ციტატა კობახიძის განცხადებიდან 5 წლის განმავლობაში მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში არის გაორმაგებული. საქართველოში 100,000 კაცზე 113 მარკეტია, მაშინ როდესაც გერმანიაში 45-ია იგივე მაჩვენებელი, ავსტრიაში 62 და სხვა ქვეყნებში არის უფრო დაბალი მაჩვენებელი, ამბობს ირაკლი კობახიძე. პირველ რიგში, რამდენად მიაგნო მთავრობამ სწორ და რეალურ მიზეზს, რის გამოც საქართველოში ჩვენთან პროდუქტები ასეთი ძვირია და რამდენად იწვევს, შეიძლება ითქვას, ყველა ფეხის ნაბიჯზე გახსნილი მარკეტები სურსათზე მაღალ ფასნაბადს. მოგესალმებით. მარტო სასურსათო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ თუ საუბარი იყო ნავთობკომპანიებისა და ფარმაცევტულ ბიზნესის ამ წარმომადგენლებს. შემთხვევაში სურსათის ფასებზე თუ გუშინ წინ იყო მგონი ისინიც დაიბარა და გააფართოვა, ასე ვთქვათ, ამ სასურსათო კომისია უკვე გადაწვდა ფარმაცევტულ ასე ვთქვათ ბაზარსა და ზოგადად კომისია შეისწავლის მათ შორის მედიკამენტებთან დაკავშირებულ ფასებსაც, ისე როგორც ნავთობის ფასებს, თუმცა გუშინ შეხვედრა უშუალოდ სურსათის ფასებს შეეხებოდა. საერთოდ ელემენტარული არა მარტო ასე ვთქვათ შეცდომასთან, არამედ სრულ უცოდინარობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ფასების ზრდის ფაქტორებზე საუბრობს ხელისუფლება და მას ან აი ამ ქსელურ სუპერმარკეტებს აბრალებს, ან კიდევ საოცარია, მაგრამ იმის საქმეა მაღაზიებისა და აფთიაქების სიმრავლეს და მე ამბობს, რომ გერმანიაში და ან ავსტრიაში განსხვავებული მდგომარეობაა. ერთი როცა საფრანგეთს ადარებდნენ და საფრანგეთში უფრო აფიებდა საქართველოში, საფრანგეთში დაახლოებით 80% ფრანგული წარმოებისაა, რაც კი არა სუპერმარკეტშია. და 20% ევროკავშირიდან შემოდის, რომელიც ასევე ერთიანი ბაზარია და რათა განსხვავება არ არის. ევროკავშირის საქონელიც ადგილობრივი საქონელია. ნებისმიერი ქვეყნისათვის ვინაიდან იქ საქონლის მოძრაობა, კაპიტალის მოძრაობა და სამუშაო ძალის მოძრაობა, ასე ვთქვათ, არის თავისუფალი და
რაჭიღება გერმანიას რასთანაც პარალელს ავლებს და აკეთებს ირაკლი კოლბახიძე, ბევრ შეიძლება მართლაც გაუჩნდეს კითხვა, რატომ არის გერმანიაში გაცილებით ნაკლები რაოდენობის მაღაზიები, ვიდრე საქართველოში და თუ კი იქ ახერხებენ მოქალაქეები, რომ ნაკლები მარკეტების პირობებშიც არ ქონდეთ პროდუქტზე, სურსათის პროდუქტზე წვდომის პრობლემა, რატომ იქნება ეს პრობლემა საქართველოსთვის? რადგან ეს კითხვა ახლავს მთავრობაში გაკეთებულ განცხადებას, ამიტომ მინდა რომ ამ კითხვებსაც უპასუხოთ. აი რა განსხვავებაა გერმანიასა და საქართველოს შორის? გუშინ სხვა შორის რამდენიმე ადამიანის პოსტი შემოხვდა სოციალურ ქსელში, რომელიც ხაზს უსვამდა, რომ გერმანია მაგალითად გაცილებით მჭიდროდ არის დასახლებული საქართველოს. ეს რამდენად წონიანი არგუმენტია და ზოგადად ამის გარდა კიდევ რა განსხვავება შეიძლება იყოს გერმანიასა და საქართველოს შორის? რომ გერმანიაში ნაკლები მაღაზია, საქართველოში ადარებ ქვეყანას, რომელსაც გერმანიასთან შედარებით კლიანტი და პროდუქტი აქვს რამდენიმე 7-ჯერ ნაკლები, სადაც შემოსავლები არის გერმანიის პენსიონერის საშუალო პენსია 1300 ევროა, დაახლოებით არის 4000 ლარამდე უფრო მეტია ვიდრე ქვეყანაში საშუალო ხელფასი. და ვადარებთ როგორ შეიძლება შეადარო გერმანიასთანაც, სადაც ყველაფერი ადგილობრივია იმ სუპერმარკეტებში, ოღონდ ადგილობრივი გულისხმობ ევროკავშირისას თავიდან დაიწყო და როდესაც ჩვენს მაღაზიებში და სუპერმარკეტებში თუ სხვაგან საქონელი რაც იყიდება, თუნდაც ქსელურ სუპერმარკეტებში 90% არის იმპორტირებული საქონელი. რა იყიდება ქართული? ქართული იყიდება ჩურჩხელა, ლეღვის ჩირი, ვაშლი, პური, რომელიც მთლიანად უცხოური კომპონენტებისგან შედგება, ხორბალი უცხოურია, ფქვილი უცხოურია. სხვა შორის ადგილობრივ პროდუქციაზეც არ არის ფასები დაბალი, პირიქით საკმაოდ მაღალი. რა თქმა უნდა, ფასების ზრდის ახსნა აი ამ მაღაზიების სიმბოლოდ არის სრული უგუნურობა. ავიღოთ ერთი სფერო, რატომ არის ზრდება საქართველოში პურზე ფასები, ასე ვთქვათ, გარიგებით. თუ შეიძლება ასე ვთქვათ, რომელსაც ანტიმონოპოლიური სამსახური უნდა აკვირდებოდეს. აი წარმოვიდგინოთ, რომ რა თქმა უნდა შეკრულები არიან ერთმანეთთან ნავთობის იმპორტიორები. გუშინ დაიბარეს, რომ გაფართოვდა ასე ვთქვათ, ფასების დაკვირვების წრე. ნავთობის იმპორტიორები მთლიანად აფინანსებს ქართულ ოცნებას. აფინანსებენ ღიად პარტიას და მე შემოდნებით ფული მიაქვს, ასე ვთქვათ, კიდე ზედაზღვარი არსებობს. კაონეთ ვერ გადავრიცხავ ოფიციალურად და მე შემოდნებით დაათრევენ ფულს და არჩენენ ქართულ ოცნების ოჯახებსა და პარტიას და მე საარჩევნო და აქტივისტებს აფინანსებენ. ვინ არიან ეს ადამიანები? ეხლა ამბობენ, რომ აი რაღაცა თურმე ერთმანეთთან შეკრული არის. ვინ არიან და ვინ შვა, ასე ვთქვათ, ეს სისტემა 13 წლის განმავლობაში თუ ეს ხდებოდა რამდენი ასე ვთქვათ, ნამეტი ამოიღეს ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან. ანტიმონოპოლიური სამსახური, რომელიც არის პარაზიტის სამსახური, ერთხელაც კი არ შეუსწავლია ეს საკითხი. პირველად სხვადასხვა ქართული ოცნება ჯერ კიდევ თავიდან ის რო გვეგონა უნიათოები პირველ ასე ვთქვათ მათ ვადაში პირველ წელიწადში. მაშინ იყვნენ უნიათოები არაკომპეტენტურები და არაპროფესიონალები. დღეს უნიათოები არ არიან, დღეს ვოლონტები და მოღალატეები არიან, განსაკუთრებით უკრაინის რუსეთის შეჭრის შემდეგ. შეისწავლა ეს ბაზარი, როდის 10 წლის წინ 10 წლის შემდეგ გაორმაგდა ალბათ იმის მოხმარება, თუ არ გავაკი მოიმატა მარტო 100,000 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა 2022-ში და 10,000 ბელორუსიდან და 15,000 უკრაინიდან. და ჩვენი აღწერით დაახლოებით 400,000 უკვე უცხოელი არის საქართველოში. ბინადრობის უფლებით, რომელიც აი ამ ჩვენს აღწერაში მოხვდა და რა თქმა უნდა მოხმარება გაიზარდა. მაშინ აი ამ ანტიმონოპოლიური სამსახურის ხელმძღვანელმა 50 მილიონი ლარი დააჯარიმა 10 წლის წინ და დღეს და რა მოხდა? წავიდნენ სასამართლოში, საქმე ჩაიფარცხა, არაფერიც არ გადაიხადეს. და ეს ბიჭი ახალგაზრდა ბიჭი იყო, 3 თვეში გააგდეს. და იმის შემდეგ მორჩა. აი ეს ხალხი ზისი. ეხლა ავიღოთ ფარმაცევტული ბიზნესი. ხო, აი ეს არის საინტერესო. თქვენ ისაუბრეთ და ახსენეთ, თქვათ, რა იწვევს ნავთობზე ფასების გაზრდას. თუმცა საინტერესოა, რატომ არის
ასეთი მაღალი ფასებით წამლებზე და ისევ სასურსათო პროდუქტამდეც მინდა რომ მივიდეთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ შევხედოთ, რას ამბობს მთავრობა, როგორც კობახიძემ განაცხადა გუშინ ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, მთავრობის გაანგარიშებით პროდუქტებზე საშუალო ფასნამატი არის 86%. პირდაპირ ბიზნესისკენ იშვერს ხელს ქართული ოცნება და ამტკიცებს, რომ საზღვრიდან დახლამდე პროდუქტის მიტანაში სადისტრიბუციო კომპანიები და აი სწორედ მარკეტების ქსელები 86%-ით ზრდიან ფასებს. ობიექტურად ვისი პასუხისმგებლობაა გაზრდილი ფასები? არის ეს მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა? უნდა არსებობდეს თუ არა კითხვები, მათ შორის სადისტრიბუციო კომპანიებისა და ქსელური მარკეტების მიმართ. ინფლაციაზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. პირველ რიგში ეროვნული ბანკი, ეს არის ჩვენი კონსტიტუციით, ჩვენი კანონით. ეროვნული ბანკი, რომელიც აუზარმაზარ ფულს ხარჯავს და უამრავი 1000 თანამშრომელი ყავთ ალბათ, კანონში პირდაპირ წერია, რომ ფასების სტაბილურობა, მეტი მისი საქმე, ვალუტის სტაბილურობაც არაა მისი საქმე. მაგრამ იმპორტ დამოკიდებულ ქვეყანაზე თუ ვალუტა გაუფასურდა, მომენტალურად ფასები გაიზრდება და ამიტომ იერიბად ლარის სტაბილურობაზეც უნდა იფიქროს, რომ მთავარი ასე ვთქვათ, ამბოცანა ხელისუფლების არის ფასების სტაბილურობა. და მთავარ მიზეზებზე გეტყვით, მაგრამ მე ნავთობზე რატომ მოვიყვანე მაგალითად ორი კუთხით, ერთი რომ ეს არის მათი კლანი და მათ შექმნეს, ასე ვთქვათ, მონსტრები, იგივე ვინ არიან ქსელური სუპერმარკეტების მეპატრონები, აბსოლუტური უმრავლესობა ქართული ოცნების დამფინანსებული და მათი, ასე ვთქვათ, ბიზნეს კლანის ნაწილი. ვინ არის ფარმაცევტული ბიზნესში აბსოლუტური უმრავლესობა, ნახეთ, არ არსებობს არც ერთი ფარმაცევტული ან ქარხანა, ან სააფთიაქო ქსელი, რომელიც არ იყოს ქართული ოცნების შემომწირველი და რომლებიც არ სარგებლობდეს შემდეგ ქართული ოცნების შეღავათიდან, იგივე ჯანდაცვის ბიზნესი. ანუ თუ ჩვენ რაღაცა ჯგუფს მავნებლებად და დამნაშავეებად ჩვენ არა მთავრობა აპირებს გამოცხადებას და ამით ირიბად საკუთარი დანაშაულის თავიდან აცილებას ისევ საკუთარ ასე ვთქვათ წრეში მოძებნონ. რატო ვახსენე მე რომ ხუთი მსხვილი ნავთობ იმპორტიორია ქვეყანაში. ახლა ჩვენ წარმოვიდგინოთ პური რატომ ვახსენე. პურზე ფასები ღარიბაშვილმა გამოაცხადა, აგერ პურზე ფასები იზრდება და უნდა დავსაჯოთ ვიღაცები რომლებიც შეთქმულებას აწყობენ და ფასებს ხელოვნურად წერენ. სისულელია აი და რატომ არის, რატომ ვახსენებ ხუთი დიდი კომპანია არის ნავთობში. წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოში არსებობს საბჭოთა კავშირის დროს იყო გიგანტური და უშუალოდ დიდი ხუთი პურის საწყობი, აღმოსავლეთ დასავლეთში თბილისში და ეს ამარაგებს ქვეყანას. მომენტალურად გაორმაგდებოდა ფასები, იმიტომ რომ ხუთი ერთმანეთთან, სადაც კონკურენცია არ არის, ტელეფონებით ყოველდღიურად ფასები დააწესებენ. საქართველოში არის 1000 პურის საწყობი, როგორც დიდი ქარხნები. ასევე პატარები, ეს უბანში თონები და ერთი ამდენი კიდე ამაში არ შედის რესტორნები თავად ასე ვთქვათ აწყობენ პროდუქცია ეს ასე ვთქვათ ნაწარს პურსა და ასევე პურ პროდუქტების ნაწარს, სადაც არის კონკურენცია, იქ შეთქმულება და გარიგება შეუძლებელია. როდესაც მთავრობა ჩაერია ერთ დროს. ერთი ეს ლოგიკა დაამთავრო და როდესაც მოუწოდა რომ თქვენ ფასებს ზრდითო და მაშინ საგარეო ფაქტორზე იყო დამოკიდებული, გაიზარდა ხორბლის ფასი, ქვეყანაში შიგნით ელექტროენერგიის ფასი გაიზარდა, ქვეყანაში მთლიანად ინფლაცია იყო და ფასები გაიზარდა და რომ მოუწოდეს და გააკეთეს ადგნენ და პურის წონაში ამცირეს. და სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. დღეს თუ პურზე თუ ფასი მატულობს, ეს მატულობს დანახარჯების ზრდის გამო. დანახარჯების ზრდის მთავრობამ სპეციალური კომისია შექმნა და ჩაერია ფასების საკითხის დარეგულირებაში. რითი დასრულდება ეს ამბავი თქვენი აზრით, მით უფრო რომ როგორც ამბობთ, არაკონკურენტულ პირობებში უწევთ პოზიციონირება იმ კომპანიებს, ვინც შესაბამის სფეროებს კურირებენ. რა შეამცირებს როგორც სურსათზე, ისე მედიკამენტებზე და ნავთობზე ფასებს და რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ მეორე მხრივ ეკონომიკური ზრდა, რაც ქვეყანას რეალურად როგორც ამბობენ, აქვს მოსახლეობაზე აისახოს. სხვა შორის ისევ კობახიძის განცხადება უნდა ვახსენო, მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან გუშინდელ შეხვედრაზე სწორედ ეს უთხრა ირაკლი კობახიძემ მათ, რომ ხელისუფლების პრიორიტეტია მოსახლეობაზე აისახოს ის სიკეთე, რომელსაც ქვეყანა ეკონომიკური ზრდის შედეგად იღებს. რა გგონიათ ამ მიზნით აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯები?
ქსელური სუპერმარკეტები, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ იქაც ერთი ხუთი დიდი კომპანია, რა თქმა უნდა, პრივილეგიებით სარგებლობენ ხელისუფლებებსა და იმიტომ რომ ისევ ამბობ ეს ხელისუფლებასთან დაკავშირებული, ასე ვთქვათ, ბიზნეს ჯგუფებია, მაგრამ მოსახლეობის თვალში გულისწყრომის გადატანის ყველაზე კარგი საშუალებაა, რომ ლანძღობ ქსელური სუპერმარკეტები და ბანკები. არავის არ უყვარს მომატებული ფასები და მომატებული პროცენტები, მაგრამ ყობახიძეს უნდა დაუსვან შეკითხვა. მის სადაც ცხოვრობს, მის უბანში, ჩვეულებრივ მაღაზიაში, რატომ გაორმაგდა ფასები? ეს ხო ქსელური სუპერმარკეტი არ არის. ქსელურ სუპერმარკეტში უფრო იაფად იყიდი ბევრ რამეს, ვიდრე იგივე ნებისმიერი ადამიანი, ახლა ვისაც ამას უყურებს, გავიდეს გვერდით თავის სახლთან იქ სპარი იქნება თუ რაღაცა. თუ ჩვეულებრივი ხელმოსტის მაღაზიას თუ იყოს, თუ არ წავა ბაზრობაზე, აქ უფრო ძვირია ვიდრე იქ. კარგი, რა გაქვთ? რა პასუხი გაქვთ ამ კითხვაზე? რატომ გაძვირდა მაშინ არა ქსელურ მარკეტებში? ამ 10 წლის განმავლობაში ფასები გაორმაგდა მედიკამენტებზე და სურსათზე. მაგრამ რატომ გაორმაგდა ფასები სამრეწველო საქონელზე? სამოყვარულო ფასები არის სამასამდე დასახელების საქონელი, რომელსაც ადამიანი მოიხმარს ყოველდღიურად. სურსათი იქნება საპონი კლის პასტა თუ ამ შემდეგ რაღაც კალათაა, მაგრამ არის ათეულათასობით საქონელი, მათ შორის სამრეწველო ფასების მიმართ ის რატო გაორმაგდა? ყველგან გაორმაგდა. ეს არის კამპანიური, ასე ვთქვათ, წამოწყება, რასაც ავტორიტარული რეჟიმები მიმართავდა კრახით თავდება. უნდა რომ საკუთარი დანაშაული სხვას გადააბრალონ. თავარი დამნაშავე არის ხელისუფლება. თავარი დამნაშავე პირველ რიგში არის ეროვნული ბანკი. მისი არასწორი ფულსაკრედიტო პოლიტიკა. იზრდება ფულის მასა. რატო იზრდება ფულის მასა? ოჯახებში კი არ მიდის. გამოსავალი რაშია აუცილებლად გადასადგმელი რამდენიმე ნაბიჯი ჩამოგვითვალეთ და მე კიდევ ერთი პირველი ეროვნული ბანკის არასწორი ფულსაკრედიტო პოლიტიკის გამოსწორება. ვინაიდან ინფლაცია არის მონეტარული მოვლენა. ანუ ფულის მასის ზრდა არის ინფლაცია. თავარი ესა და დანარჩენი დანახარჯების ზრდა თუ საგარეო რაღაცა ასე ვთქვათ ფასები გაიზარდა, ეს აისახება ფასებში, მაგრამ ქვეყანას აქვს მისი რეგულირების საშუალება. მეორე, მთავრობის საბიუჯეტო პოლიტიკა, ძარცვა და ამას შევხედავთ მილიონები აქ ადამიან ჩანთებში 6 მილიონი, 7 მილიონი და მინისტრებს იჭერენ რომლებაც ბიუჯეტი გაძარცვეს და გზას გაიყვანენ და სადაც უნდა აშენებულიყო 1 მილიონი და 2 მილიონს იხდიან და ტენდერები დააშენდნენ. ბიუჯეტის ძარცვა. ერთი მაკროეკონომიკად ბიუჯეტის დეფიციტი, ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევა, რომელიც მიდის პირდაპირ ქართული ოცნების კლანის ჯიბეში და ეკონომიკურ ზრდას, ამიტომ ვერ გზნობს ადამიანი, იმიტომ რომ გზის პროდუქტს თუ ვინ ითვისებს ამას ამ დაჭერებიდანაც ჩვენ ვხედავთ. ანუ საბიუჯეტო ცუდი პოლიტიკა. მესამე, კონკურენციის არარსებობა და ბიზნესში შემოსვლის შეზღუდვა, ვინაიდან კლანურად არის გადანაწილებული და ეს ინვესტიციებსაც უშლის ხელს, ვინაიდან აბამედი შედის ისეთ ბიზნესში, სადაც ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, ეს არის საძოვარი ივანიშვილის თუ სხვების სასტუმრო რო ააშენონ, მთავრობას უნდა შეუთანხმდე. ეს არის და ეს რა თქმა უნდა უცხოური ინვესტიციების კლება დაიწყო, ინვესტიციების კლება, კონკურენციის არარსებობა, ანტიმონოპოლიური სამსახურის სრული პარაზიტობა, რომელიც მათ ერთხელ რაღაცა გამოიკლია ბათუმშიო ვიღაცას რუსული მენიუ ჰქონდა კაფეშიო და დიდი სიამაყე განაცხადეს და შეისწავლეს და 200 ლარი დააჯარიმეს და ქართული მენიუ დადეს იმ კაფეში. ეს არის რამე გაუკეთებია ანტიმონოპოლურ სამსახურს მისი აი ამ 13 წლიანი არსებობის განმავლობაში და ესეც აი ამ ბიზნესის ასე ვთქვათ სასათბურო მდგომარეობაში ყოფნა 13 წლის განმავლობაში ქართული ოცნების მიერ შექმნილი აი მახენჯის სისტემისა, რომელსაც ვითონებზიან და ბოლოს დავამთავრებ. ფასების ბრძოლა ვინც წამოიწყო ადმინისტრაციული წესით, ყველა კრახით დამთავრდა. მსოფლიოში არ არსებობს მაგალითი. აგერ ბელორუსში ჯერ კიდევ არსებობს სახელმწიფო საწარმოები და ლუკაშენკოს ვიღაცას დაუქნევს ხვალ ციხეში ჩასვამს და მასზე დიდი რეპრესიების გატარება არავის არ შეუძლია. ფასები გაიზარდა 12%-ით, 2 წლის წინ დაჯდა, მოსდიშტი დაარტყა და თქვა რომ გძალა ფასების მომატებას. აი ზუსტად ესეთი კომისია შექმნა როგორც ჩვენთან და სოციალურ ქსელში თუ შეხვალთ ან დაგუგლავთ, ნახავთ რომ პოლკოვნიკები და მაიორები რაღაც ქუდი ამ კგბ ქუდით დაიარებიან და კვერცხის ფასებს იწერდნენ. 42%-ით გაიზარდა 2 წელიწადში ბელარუსში ფასები. ხო, ჩვენთანაც ჩაერია სუსი ამ საკითხის. ნუ სასაცილო ჯერ საქართველოში ფიქსირებული სახელმწიფო რეგულირებული ფასები რა არის? შუქი, გაზი, წყალი, რომელსაც სემეკი აკონტროლებს.
მეტროპოლიტენის ფასები და ასე ვთქვათ საქალაქო ტრანსპორტი, რომელიც სუბსიდირებულია და შარშანწირმა მიიღეს სამედიცინო ზოგიერთ მედიკამენტზე ზედაჭერი. ეს არის. ამას სახელმწიფო კანონიერად არეგულირებს ამ ფასებს. აწევს თუ დაწევს შუქის ტარიფს სახელმწიფოზე დამოკიდებული. დანარჩენი არის თავისუფალი ბაზარი. სუსმა რა უნდა უთხრას, რატომ გაქვს ორმაგი ფასიო? მას ამის უფლება აქვს. სამართლებრივად ამის წამოწყება არის ნულის ტოლფასი. პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, მოსახლეობის წინაშე თავის მართლება. ორი სამი თვით თავიანთი ბიზნესები, რომლებიც ამ მართლაფასებსაც წევენ, რა თქმა უნდა, იქაც არის სწორედ იმის გამო, რომ ხელისუფლებასთან არიან შეკრული, იქაც არის ასე ვთქვათ, რაღაც წამატებები, ხო დარღვევას ვერ უწოდებ. ის რაც კანონით შესაძლებელია და როდესაც ისე ვიმეორებ, პურის ბიზნესში რამდენი წელიწადი 30 წელიწადია ფასი ობიექტურად იზრდება და განსხვავებით თუნდაც იმ მონოპოლიურ მდგომარეობაში ყოფილი ბიზნესების. მინდა რომ ამოვწოდოთ ეს თემა, რომ ეს დამთავრდება კიდევ როგორც ყოველთვის, იმიტომ რომ საკითხს უნდა შევეხოთ. თუ ეროვნულ ბანკმა ფული ბეჭდა, ფასები ყოველთვის გაიზრდება, როგორადაც არ უნდა აკონტროლოს მათი ასე ვთქვათ კლანური ბიზნესი. ბატონრომან რამდენიმე წუთი დაგვრჩა მხოლოდ, მაგრამ მაინც მინდა მოვასწრო კითხვის დასმა მართლაც კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხზე, რასაც ქვია საქართველოს როგორც ტრანზიტული ქვეყნის მნიშვნელობაც და ამავე დროს საფრთხეც, რომელიც შესაძლოა ამ კუთხით არსებობდეს. აი საქართველოსთვის ძალიან ცუდი განცხადება ალბათ შეიძლება ასე ვთქვათ, გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გუშინ დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე და ეს განცხადება ჟღერს ასე: მივიღეთ მოთხოვნა სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტის დაშვებასთან დაკავშირებით. ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება, მაგრამ ერთ დღესაც პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით მოხდება. ეხლა ალიევის ამ განცხადების ფონზე პოლიტიკურ სპექტრში წამოვიდა განცხადებები, რომ აი შუადერფის ფუნქციის შესრულება შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და საერთოდ გვერდი აგვიაროს. ეს საფრთხე რამდენად რეალურია და რას ნიშნავს და როგორ უნდა გავიგოთ ალიევის განცხადება? რა თქმა უნდა, ერთია საფრთხე და ბუნებრივია ხა. როდესაც მშვიდობა დამყარდება რეგიონში, სატრანსპორტო კვანძებიც გაიხსნება და იგივე საბჭოთა რკინიგზაც აღდგება სომხეთში და საბჭოთა კავშირის დროს რკინიგზა მიდიოდა იმაში რა ქვია ყარსში და სომხეთიდან აზერბაიჯანი იყო დაკავშირებული და მთელი ეს სისტემა არსებობდა და ადრე თუ გვიანეს აღდგება და რა თქმა უნდა ზანგეზურის კორიდორიც გაიხსნება, ვინაიდან არსებული ასე ვთქვათ რკინიგზა, სადაც აზერბაიჯანი თავის ანკლავს ნახიჩევანს უკავშირდებოდა, ყველაფერი ის აღდგება. მაგრამ უკვე უფრო დიდ პროექტებშიც გადაიზარდა, ვინაიდან უკვე აზერბაიჯანი პირდაპირ თურქეთს დაუკავშირდება ზანგეზურის კორიდორისას, შემდეგ სომხეთის გავლით. ეს ბუნებრივი მოცემულობა, ეს დაახლოებით ეს არის სადღაც 6-8 წლის ამბავი, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, დიდი ინვესტიციებს საჭიროებს და ამიტომ ის რაც ბუნებრივი მოცემულობა რაღაცებს გვაკარგვინებს, მაგრამ ამავე დროს რაღაცას გვძენს. ზოგადად რეგიონში მშვიდობა ყოველთვის ირიბ გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. აბსოლუტურად სხვა საკითხია. ეს განცხადება ძალიან ცუდი განცხადებაა საქართველოსთვის და პირველ რიგში დამნაშავე ხელისუფლებისათვის, ვინაიდან როდესაც ხარ საერთაშორისო იზოლაციაში, როდესაც ტრამპმა დიქტატორული სახელმწიფოები მეიწვია აი ამ მშვიდობის ფორუმში, რომელიც რაღაცა ზოგი მასაც კი იძახის, რომ გაეროს ალტერნატივას ქმნისო და მდიდრებს ეუბნება $1 მილიონ ჩადეთო. ლუკაშენკო მიიწვია, ალიევი მიიწვია, სომხეთი მიიწვია. ყველა ქვეყანა, აი თურქმენეთსაც მიიწვევს ალბათ სულმადე, საქართველოს გარდა. საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეული ქვეყანა დასუსტა, მეგობარი არ აქვს. არ დასავლეთში, არც ამერიკაში, არც ევროკავშირში. რატომ გამოტოვა, რადგან ამ თემას შეეხეთ ტრამპმა? თქვენი აზრით საქართველო იმიტომ რომ საერთაშორისო იზოლაციაში, დასავლეთისგან იზოლაციისკენ მივდივართ, ახლა დიპლომატიურ პასპორტებსაც 3500 კაცი ფლობს დიპლომატიურ პასპორტს და აი ამ აკვია სამსახურის პასპორტებს და ეს უკვე მორიგი სანქცია იქნება და არავინ მოკავშირე არ აყავს რუსეთის გარდა, რუსეთის მოკავშირე არის ოკუპანტია. და როდესაც შენ დასუსტდები, უკვე აზერბაიჯანს და ყველას პრეტენზია უჩნდება, აი რა თქვა, რა მოხდება აზერბაიჯანიდან მატარებელი ჩავა ყარსში, მაგრამ აზერბაიჯანმა ჩადო $800 მილიონი
ბაქო, თბილისი, ყარსის 800 მილიონი მხოლოდ საქართველოს მონაკვეთზე. იქ საუბარი არ არის, რამდენი ფული ჩაიდო აქეთ აზერბაიჯანის მონაკვეთზე და რამდენი ფული ჩაიდო თურქეთს მარტო ჩვენ. 800 მილიონი გვასეს აზერბაიჯანმა და გავიყვანეთ რკინიგზა, სადაც ბაქო, თბილისიდან ყარსში ჩადის მატარებელი და ის ამბობს, რომ არა, მე აგერ წავალ ბაქო, ზანგეზური ყარსი, მანძილი დაახლოებით ერდა იგივეა. საქართველოს რა მოხდა აგერ გაგვაგდეს ბაქო თბილისი ერზერუმის მილიდან საოცრება მოხდა. ჩვენო მეგობარ აზერბაიჯანს დაუთმეთო ჩვენ 1.6 მილიარდ კუბურ მეტრს სივრცეს ფლობთ ბაქო თბილისი ერზერუმის გასადენში, სადაც გადის 23 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, მისი 7% არის ჩვენი კუთვნილი სივრცე და იქიდან ღებულობთ ჩვენ გაზს. თავარი დაცული გასადენი, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ გაუბედავს ერთ საფეთქებას და რომ ბუნებრივად რაღაცა რომ მოვიდეს, წამებში აღადგენენ, ვინაიდან 20 მილიარდი კუბური მეტრი მიდის თურქეთში და ევროპაში. და რაზე დაგხვდეს? აზერბაიჯანმა თხოვა რომ მე 1.7 მილიარდის ევროპაში და თურქეთში ორჯერ მეტად გაყიდვა მინდა და მომეცი მე სივრცე ჩემ გაზს გავატარებო და შენ წადი გახურეტილი საბჭოთა მინით მიიღე გაზიო და აქ ჩაჯდა აზერბაიჯანის გაზი, ჩვენ ღებულობთ აზერბაიჯანიდან მე რომელსაც შემდეგ მოდის ტერიტორიაზე და შემდეგ არის ყაზახი, აზერბაიჯანული დასახლება და შემდეგ საგურამო, აი ამ ძველი საბჭოთა ამორტიზებული პირდაპირ ვამბობ, პირდაპირ უშუალოდ გახურეტილი მილი, რომელსაც შემდეგ ადუღებენ. აი ბოლოს უკვე გითხარით რაში ამ შემთხვევაში უკვე გამოსავალი რა უნდა გააკეთოს ოფიციალურმა თბილისმა და საქართველოს ხელისუფლებამ, რომ არ დავკარგოთ საქართველოს ჩვენი ფასი და ამით დაგემშვიდობოთ. დავამთავრებთ რომ ვერ გაიგებენ რას ლაპარაკობ. და აი ეს მილი, რომელიც გამტარუნარიანობა საბჭოთა დროს იყო 8 მილიარდი, დღეს მაქსიმალურად 2 მილიარდ ნახევარია. ამით ჩვენი გაზი რომ მოდის აღებულობ. საკმარისია მოუმატონ 3 მილიარდამდე გასკდება. ანუ ეს ერთ მაგალითს ყვები, სად გვავიწროვებენ? იგივე ტარიფებზე რო იყო საუბარი, მოგონილი ტყუილია, რომ ვითომ აზერბაიჯანიდან სომხეთში ჩვენი 111 კილომეტრის მონაკვეთზე 7-ჯერ მეტი თუ 20-ჯერ მეტი ტარიფი ტყუილია. აზერბაიჯანის C-კლასის ინტერნეტ გამოცემაში სტატია დაეწერა და მთავრობამ უფასოდ გაატარა, მაგრამ აზერბაიჯანის სხვა რამეს უმიზნებს. ტარიფებზე საუბარი მაჭირდება ბაქოდან ყულევში. დღეს რომ ავტობუსს ეზიდება და ყულების გაფართოებას იწყებს, ამ ტარიფების გადახდას. ყველა მიმართულებით დაუძლურებულ მეგობრების და პარტნიორების გარეშე დარჩენილი ქვეყანას ყველა მიმართულებით ექნება პრობლემა და პირველი ეგ თავში ჩაარტყალიო მოგუშინ. კიდევ ერთხელ, კიდევ. ეთილი. მადლობა ბატონ რომან იმისთვის რომ მოხვედით ჩვენთან და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. ძალიან ისე პრობლემურ და აქტუალურ საკითხებზე რომან გოცირძეს დავამშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ ვაშა ტუღუში გვერდდება, ასე რომ დაგვეუთით. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ ჩვენს კიდევ ერთ სტუმარს, ლიბერალური აკადემიის ხელმძღვანელი ვაშა ტუღუში შემოგვერთდა. გამარჯობა ბატონ ვაშა და მადლობა რომ ჩვენ ვიყავით. მოდით გაცემს ეს ნაწილიც დავიწყოთ სურსათის ფასებზე საუბრით, მით უფრო რომ ეს ის პრობლემაა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს და მნიშვნელოვან პირთად აწევს. იცით რომ მთავრობამ დაიწყო სწორედ პროდუქტებზე გაზრდილი ფასების მიზეზების შესწავლა, ისე როგორც მედიკამენტებსა და ნავთობზე. შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი და უკვე კეთდება განცხადებები იმის თაობაზე, რა შეიძლება იყოს მიზეზები ასეთი მაღალი ფასებით. მოისმენთ ალბათ ირაკლი ყობახიძის გუშინდელ განცხადებას, მაგალითად უშუალოდ სურსათის ფასებთან მიმართებაში პრემიერი არ გამორიცხავს, რომ ფასების გაზრდის მიზეზი იყოს და ფასების გაზრდას იწვევდეს, ასე ვთქვათ, მარკეტების ჭარბი რაოდენობა ჩვენს ქალაქებში. ხა ეკონომისტები არ ვართ, მაგრამ მთავრობის პოზიციაზე ვისმენთ ეკონომისტების კრიტიკას. შესაბამისად, გითხარით, რა არის თქვენი სათქმელი ფასების დაწევის აი ყობახიძისეულ ფორმულაზე, როგორც მას პოლიტიკოსები უწოდებენ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. გასაგებია ეს პოლიტიკური საკითხია, იმიტომ რომ მთავრობა ეგრეთ წოდებული ძალიან წუდგეშია, მას მხარდაჭერა არ აქვს. საზოგადოების დიდი ნაწილი აპროტესტებს იმ პოლიტიკას, რომელიც ქვეყანას აქვს საგარეო თვალსაზრისითაც და საშინაო თვალსაზრისითაც, ასე რომ ეს ასე ვთქვათ ძალიან ჭყალებში პოპულარული საკითხები, ფასები, სურსათზე, ბენზინი,
ენერგომატარებლები და შემდეგ, გასაგებია ეს არის ის გზა, ის ანკესი, რომელზედაც არის წამოგებული საკითხები, რაც მათი აზრით მოაგებინებს საზოგადოების გულს. თუმცა ეს არგუმენტები, რაც მოყავთ, ხანდახან პარადოქსულია, ვილად რო ვთქვათ, იმიტომ რომ მარკეტების საზოგადოების გულის მორგება, იმიტომ რომ თუკი მარკეტების რაოდენობის შემცირება მოყვება, ეს ნიშნავს იმას, რომ კონკურენცია შემცირდება. 1000 ადამიანი შეიძლება დარჩეს სამსახურის გარეშე. ირაკლი ყობახიძის მიერ დაანონსებულ მაღალ ფასებთან ბრძოლის ქოცური არითმეტიკა სინამდვილეში მინიმუმ 18000 განადგურებულ სამუშაო ადგილს და 1000-ობით დაცლილ კომერციულ ფართს ნიშნავს, მაგალითად, ამას ამბობენ ნაციონალურ მოძრაობაში. ძალიან კარგად უნდა იცოდეს, ალბათ თვითონ ქართულმა უცნებამ რა შედეგები შეიძლება მოყვეს მაღაზიების დაკეტვას და შემცირებას. მაშინ რატომ შეიძლება ხედავდეს ფასების შემცირების გზას სწორედ სასურსათო მაღაზიების შემცირებაში? იცით რა არის ლოგიკა არის აბსოლუტურად განსხვავებული. როდესაც გვინდა ფასები შევამციროთ. ფასები თუ გვინდა შევამციროთ, კონკურენცია უნდა გავზარდოთ ერთი მხრივ და მეორე მხრივ გარკვეულწილად უნდა შევისწავლოთ ის თუ რატომ არის ადგილობრივი პროდუქტი არაკონკურენტული, ადგილობრივი წარმოება. თუ ახლა ამ ეკონომიკურ საკითხებზე ვმსჯელობთ, ძალიან დიდი თემაა სხვათა შორის. და აქ ჩდება სხვა კითხვებით, მაგალითად პოლიტიკოსები, რომლებიც იმპორტით არიან დაკავებულები, მათ ხომ არა აქვთ ინტერესი, რომ ადგილობრივი წარმოება არ განვითარდეს და კონკურენცია გაიზარდოს. სხვა შორის ეს ძალიან სერიოზული საკითხია და მე ვფიქრობ, რომ აქეთაც შეიძლება ყურადღების გამახვილება, მით უფრო, როდესაც თვითონ ამ ასოციაციის წარმომადგენლებმაც ძალიან დელიკატურად ახსენეს ეს საკითხი და ეს პრობლემა დიდი ხანია ამ ქვეყანაში დგას. ის რომ ადვილია, ხო რა თქმა უნდა, ადვილია იმპორტი, შეიყიდე, გაყიდე, ვიდრე თქვა დაწარმოო და რაღაცა ქარხნები აშენო და ფერმები და ასე შემდეგ. ამიტომ ეს იული ფული ქმნის პრობლემას. ხა რაც შეეხება ასე თქვა მაღაზიების თუ მარკეტების რაოდენობა ფასებზე ბევრი იქნება თუ ცოტა იქნება, მე მგონი პირიქით რაც უფრო მეტია მარკეტი, მით უფრო მეტია კონკურენცია და უფრო დაბალი უნდა იყოს წესით ფასი და ეს უნდა აწყობდეს მომხმარებელს და საზოგადოებას, იმიტომ რომ ფასების პოლიტიკაზე კონკურენციის ზრდა უფრო დადებითად მოქმედებს და აქ ლოგიკა არის საპირისპირო, უკუღმა, რაც ახლა მართლაც ელემენტარული არითმეტიკის საკითხია, მე არ მესმის აქ რა ინტერესია. უბრალოდ საკუთარ თავს ხარ დააბრალებენ და ამიტომ არგუმენტი მოიყვანეს ესეთი აბსურდული, რომელიც ახლა ელემენტარულად დათვლადია და აბსოლუტურად საპირისპირო სურათია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ ჩემი აზრით უფრო მეტად კორუფციული საკითხებია ფასებთან მიმართებით. კორუფციული საკითხებია და მე ვფიქრობ, რომ ეს არის აქ ბადალაშა პოლიტიკოსებზე, რომლებსაც ბიზნესთან აქვს კავშირი, ჩვენ რამდენიმე წუთში ვისაუბრებთ საერთაშორისო გამჭირვებელ საქართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის კონტექსტში, იქამდე კი უშუალოდ გუშინდელი შეხვედრა, რომელიც მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან გაიმართა, როგორც აღნიშნა მთავრობამ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შექმნა, კომისიას ხელმძღვანელობს თავად პრემიერი ირაკლი ყობახიძე, მის შემადგენლობაში კი შედიან ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ფინანსთა, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის, კონკურენციის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის მინისტრები, ასევე კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და რაც ყველაზე მეტად იქცევს ყურადღებას, კომისიის შემადგენლობაში წარმოდგენილია სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის სამსახურის უფროსი მამუკა მდინარეძე, რომელიც გუშინდელ შეხვედრასაც ესწრებოდა მარკეტების წარმომადგენლებთან. აი სუსის შეხვედრაზე, სუსის ხელმძღვანელის ამ შეხვედრაზე ყოფნა როგორ უნდა შეფასდეს და რა მესიჯი შეიძლება იყოს მდინარეძის იქ გამოჩენა და დაფიქსირება თავად ბიზნეს სექტორისთვის ეს მინდა რომ გითხრათ. იცით რა, სუსი ამ შეხვედრაზე არანაირად არ უნდა ესწრებოდეს, მისი ფუნქცია არ არის ფასები და ასე შემდეგ. ახლა აქ თუ რაღაც ახალ შეთქმულების თეორიებს არ ვიგონებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში აბსოლუტურად გაუგებარია. უბრალოდ
თუ ჩვენ ვსაუბრობთ სამართლებრივ სახელმწიფოზე და რაღაცა კანონებზე და თქვა დემოკრატიის ელემენტარულ გაგებაზე, მაგრამ თუ ამას გვერდით გადავდებთ და ლაპარაკობთ სხვა ლოგიკით, დაშინების ლოგიკით, ჩემს დავიჭერ, შენსაც უბრალოდ შენიანს დავიჭერ, ჩემიანს გავაძლიერებ, ეს ლოგიკა თუ არის და იქ კიდე რაღაცა ახალი რაღაც ინტერესები გაჩნდა, კიდე სხვა კორუფციული ვერ გეტყვით. იმად გარდა რაც დავინახეთ, რაც ვერც კი დამალეს, ძალიან კი უნდათ ალბათ, მაგრამ არ იმალება ეგეთი რაღაცები, სხვა ლოგიკა აქ არ არსებობს, ხო? კიდევ ერთი საკითხია სხვა შორის აი ამ სპეცსამსახურებთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვიმართებით სამწუხაროდ აი ამდენი ხანია, რასაც ვცდილობთ ვითომ ავაშენოთ დემოკრატია და ყოველთვის სპეცსამსახურები თამაშობდნენ ამ ქვეყანაში არაადეკვატურ როლს. იმის მაგალითად, რაც უნდა აკეთონ, რაც განსაზღვრულია კანონით, აკეთებენ ამის საპირისპიროს. აქაც იგივე პრაქტიკაა. სუსი არის ეგრეთ წოდებული ტოტალური კონტროლის და ტოტალური მართვის რაღაცა ინსტრუმენტი, რომელიც ხშირად ანაცვლებს აღმასრულებელი ხელისუფლების და საკანონმდებლო ხელისუფლების შტოებს ზოგჯერ მნიშვნელოვანწილად და ზოგჯერ მთლიანად. და ეხლა ჩვენ არ ვიცი რა ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ, სადაც მთავრობის მაგერად სუსი იქნება მთავრობა, პარლამენტის მაგერად სუსი იქნება პარლამენტი, სასამართლოს მაგერად სუსი იქნება სასამართლო და ბარემ სამოქალაქო საზოგადოებასაც ან ჩაანაცვლებენ ალბათ ეს უნდა და მედიასაც და საერთოდ ყველაფერი იქნება სპეცსამსახური ამ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. რა ხო და ეს არის პრობლემა, ეს არის გლობალური პრობლემა დემოკრატიის ქვეყანაში, რაც რა თქმა უნდა არ მოიტანს კარგ შედეგს, იმიტომ რომ მისი საქმე ვიმეორებ არ არის აი ესეთი ასეთ საკითხებში ჩართვა, თუმცა ჩვენ ახლა შეიძლება კომენტარი გავაკეთოთ, მაგრამ ეს არის გლობალური საკითხი. ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული რისკების გადაზღვევას ემსახურება აი ამ კომისიაში. ეგ არის სიტყვების რახარუხი, რომელსაც არანაირი კონკრეტული საფუძველი არ აქვს, არანაირი ეკონომიკური რისკების გადაზღვევის კომპეტენცია სულს არ გააჩნია და იმისი გადაზღვევას ვინ აკეთებს და კიდევ ვინ გადააზღვევს. რაღაც ზღაპრებს ვისმენთ გაუთავებლად და მე მგონი რაღაცა წერტილი როდესღაც ხო უნდა დაესვას ესეთი რაც ეხება ბიზნესთან დაკავშირებულ პოლიტიკოსებს, ამ თემაზეც მინდა ვისაუბროთ, მითხრა რომ საერთაშორისო გამჭირვება საქართველოს აქვეყნებს ძალიან ისეთ საინტერესო ინფორმაციას და რიცხვებს, რომელიც ყურადღებას იქცევს. კერძოდ ორგანიზაციის ცნობით, ქართული ოცნების 51 დეპუტატი არის პოლიტიკაში ყოფნის ფოზზე დაკავებული ბიზნეს საქმიანობით. მეცაც გეტყვით, საერთაშორისო გამჭირვების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად 7 კომპანიას, რომელშიც დეპუტატები წილებს მოგებული აქვთ 271 ტენდერი, 13 კომპანიას, რომელშიც ასევე დეპუტატები ფლობენ წილებს, მოგებული აქვთ 301 გამარტივებული შესყიდვა, ხოლო ამ კომპანიებმა გამარტივებული შესყიდვებში მონაწილეობით სახელმწიფოსგან 7.726.000 ლარზე მეტი მიიღეს, ისე როგორც ტენდერების მოგების შემდეგ მიიღეს 465.900.000-ზე მეტი ლარი. აი რას გეუბნებათ ეს რიცხვები და ინფორმაცია, რომელსაც ვისმენთ პოლიტიკოსი ბიზნესმენების შესახებ. ცით რა საერთაშორისო გამჭირვალეობა ძალიან საინტერესო კვლევებს აქვეყნებს ბოლო პერიოდში, სხვა კვლევებიც ძალიან მნიშვნელოვანი გამოაქვეყნეს. ესეც ძალიან საგულისხმო კვლევაა. გვეუბნება იმას, რომ აქ ძალიან დიდი რისკებია და აი რაც უნდა გადააზღვიონ, ეგრეთ წოდებული რისკები, აი ეს არის. იმიტომ რომ ეს არის ჯერ ერთი ეს არის ის რაც აისბერგის ზედა ნაწილია. დაახლოებით 9 მილიარდზე არის აქ საუბარი. ეს არის ზედა ნაწილი, ამის ქვემოთ არის ძალიან საინტერესო, რაც დამალულია ერთი შეხედვით და ბევრად მეტი რესურსი დარწმუნებული ვარ, ბევრად მეტი რესურსი იქნება დაკავშირებული აი ასეთი ტიპის ასე ვთქვათ გარიგებებთან, როდესაც ძალიან ვიწრო ნაწილი საზოგადოების, რომლებიც როგორც წესი არიან პოლიტიკასთან შეზრდილები, ან არიან პოლიტიკოსები, ან რაღაცა გარშემო ბრუნავენ, ან პოლიტიკის ასე ვთქვათ ცენტრის ირგვლივ ტრიალებენ და ისინი ფლობენ ქვეყნის რესურსების უდიდეს ნაწილს, აკონტროლებენ ამ რესურსებს, მერე ერთმანეთს დაერევიან ხოლმე ამ რესურსების გამო, ზოგჯერ იჭერენ, ზოგჯერ რაღაცა კიდე 1000 უბედურებას მართებენ ერთმანეთს და აი ამიტომ ვერ ვითარდება ეს ქვეყანა იმ
იმ კურსი და სათანადოდ რისი პოტენციალის გააჩინეთ. აი ხო რაღაც მაჩვენებლები თვითონ წინ წავედით. დარწმუნებული ვარ, რომ იყოს ქვეყანაში განსხვავებული მართლობის სტილი, ეს ქვეყანა მართლა გააოცებდა სოფლიოს, იმიტომ რომ იმდენად დიდი პოტენციალი აქვს, როგორც გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული, გეოეკონომიკური, ასე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით. და რას ნიშნავს ადამიანის რესურსების თვალსაზრისით პოტენციალი? ეს იმას ნიშნავს, რომ უდიდესი ნაწილი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდების, არა ახალგაზრდების ვერ საქმდებიან, ვერ ახორციელებენ თავიანთ შესაძლებლობებს, თავიანთ უნარებს, ვერ უზრუნველყოფენ იმის გამო, რომ ვიღაცას უნდა ემსახურო, რომელიც ზემოდან მოგაჯდა, ან და უნდა წახვიდე ამ ქვეყნიდან, ან უნდა რაღაცა უმუშევარი სადღაც ქუჩაში უნდა დადგე და რაღაც ჯიხურში ჩვეულებრივად იმის მაგალითად ფრთები გაშალოს, რაღაც დიდი შესაძლებლობები გამოავლინოს, ძალიან დამცრობილები არიან და ფაქტობრივად ფრუსტრირებულები. იმიტომ არის ასეთი დიდი მიგრაცია ამ ქვეყნიდან, რატომ? იმიტომ რომ ახალგაზრდა, რომელსაც აქვს უნარი, არ ეგუება ამას, იმიტომ რომ მას აქვს თავის პრინციპები და არ უნდა აი ასეთ ჯუნგლებში აი ამ წესებით ცხოვრება. ამიტომაც არის ჩვენ რო ესეთი პრობლემები გვაქვს, რომ ძალიან მცირე ნაწილს აქვს დიდი ფული და უდიდესი ნაწილი, ფაქტობრივად საშუალო ფენა ჩვენ არ აღვავს და უდიდესი ნაწილი არის ზღვარზე, ან ფშიერია, ან სადღაც ზღვარზეა მშიმშილი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის კონტექსტში დაგისვამთ კითხვას და ამით დავასრულოთ. ეხლა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, როგორც საზოგადოება მის დაპატიმრებულია სწორედ იმ ბრალდებით, რომ პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს ეწეოდა აკრძალულ ბიზნეს საქმიანობას. ახლა აქ შეიძლება ბევრს გაუჩნდეს კითხვა, მაშინ რას ერჩოდნენ ირაკლი ღარიბაშვილს, თუ თქვა არ ერჩიან ბიზნესთან კავშირში მყოფ ქართული ოცნების შესაბამის დეპუტატებს. ამ კითხვაზე რა პასუხი გაქვთ? აი რატომ დაიჭირეს თქვა ირაკლი ღარიბაშვილი, რატომ აღძრეს საქმე მის წინააღმდეგ, მაშინ როდესაც აი მაგალითად გიაბოლსკი ამბობს, რომ ამ ადამიანებს, ამ დეპუტატებს, რომელთა უკანაც კონკრეტული კომპანიები დგას, ღმერთმა ხელი უნდა მოუმართოს და რომ ისინი მნიშვნელოვან კონტრიბუციას აკეთებენ სახელმწიფო ბიუჯეტში. არა, ბუნებრივია, ბიზნესი აკეთებს კონტრიბუციას, მაგრამ აქ საუბარი სხვა რამეზეა, ხო? აქ სხვა რამეზე საუბრობთ, სხვა რამის თაობაზე საუბრობთ, ჩვენ საუბრობთ იმის თაობაზე, რამდენად არის რეალურად მონოპოლიზებული ვიღაცების ხელში რესურსები, მათ შორის ფასებზე რო დავბრუნდეთ, სხვა შორის ეს თუ არაადეკვატური ფასებია, ეს იმას ნიშნავს, აი ამ დიდი რაოდენობის პირობებში ეს ნიშნავს, რომ არსებობს პოლიტიკური ზურგი და პოლიტიკური ზურგი საიდან არსებობს? სადღაც კონტინენტის სხვა კონტინენტიდან ბუნებრივია ეს პოლიტიკური ზურგი აქ არსებობს, აი აქ რამდენ 200 კილომეტრშია თქვენი შენობიდან არის შენობები 1, 2, 3 და ამ შემდეგ, სადაც ეს კონცენტრირებულია ეს ძალაუფლება. მათ გარეშე შეუძლებელია თუ ეს არ არის გამაგრებული პოლიტიკური ცენტრისგან, მათ გარეშე შეუძლებელია არსებობდეს არაადეკვატური ფასები მნიშვნელოვან პროდუქტებზე, რომელიც იყიდება ქუჩაში. და სწორედ ეს სისტემა არის პრობლემური აქ. შეზრდილი დეპუტატები ვითომ ბიზნესთან, რომლებიც არის პოლიტიკის ნაწილი, მე ეს მოქმედებს საზოგადოებაზე, მთელი რესურსები იკრიბება რაღაც ერთ ადგილზე და ეს ქმნის იმას. ამიტომ ბატონებს მინდა უთხრა, რომ კონკურენცია კი არ უნდა შეზღუდონ, კონკურენცია უნდა გაზარდონ და ადგილობრივი დაფიქრდნენ და შეამოწმონ, რატომ არ ვითარდება კიდევ ვიმეორებ ადგილობრივი წარმოება, რატომ? აი ეს დეპუტატები თუ სხვები, რომლებიც მოკალათებულები არიან ამ რაღაც გემრიელ სკამებზე, ხო? ისინი რითი არიან დაკავებულები ძალიან საინტერესო. მათი ბიზნესები რაზეა ორიენტირებული? ნიშნულწილად ამ საბიუჯეტო სახსრებზე და კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა არის ალბათ იმპორტზე, რომელიც მათთვის ძალიან მარტივია საკონტროლოდ და აი მთელი ეს წრე იკვრება, მათ შორის სხვა შორის სპეცსამსახურებიც ძალიან გემრიელად სარგებლობდნენ და ალბათ ეხლა სარგებლობენ, მე არ ვიცი ხა ზუსტად არა, მაგრამ ლოგიკურად ესეა ხო, იმიტომ რომ რასაც უყურებთ ამ პროცესს
ესე იგი მთელი ეს შეკრული სისტემა არის, რომელიც ემსახურება ძალიან ვიწრო წრეს აი საზოგადოების მათ ჯიბეს და მათ გამდიდრებას. მადლობა ბატონ ლაშა იმისთვის რომ ჩვენთან ერთად და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. ლაშა ტუღურს დავამშვიდობებით. დღის ნიუსრუმიც ამით დასრულებულია, თუმცა დღეს ხუთშაბათია, შესაბამისად საღამოს 9:30 უკვე თავისუფალ სტუდიაში შევხვდებით ერთმანეთს, ასე რომ მე მხოლოდ დროებით გავშვიდობებით.